Ну, რადგანაც უკონტაქტოზე წავიდა ის წინა ვიდეო, მაშინ მოდი ჩავრთოთ ახლა ეს კითხვა. რა გაიაზრა? რა გაიაზრა კონკრეტულად? მოკლედ და კონკრეტულად ვთქვენოთ. რა გაიაზრა? მოკლედ და კონკრეტულად. არ არის კარგად. არ არის კარგად და გაიაზრა ის, რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან მისი კარგად ყოფნა, მისი სურვილები, ახირებები ან სხვა ურთიერთობა, ყველას ახლა სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ და დაალაგეთ, ან თქვენ, აი ეს გაიაზრა. ეს გაიაზრა. თქვენთან ურთიერთობის დასრულება არ უნდა, არც ის უნდა რომ ყველაფერი მტკივნეულად წავიდეს. კიდე ის გაიაზრა, რომ თქვენ განსხვავებული ხართ. განსხვავებული ხართ ძალიან. ამას აქ გაურება. გაურება რაში იცი? მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე უნდა როგორც იყოს, ბუნებრივია და მივესალმები. მაგრამ ეს ადამიანი არ არის დიდად ერთგულიცით და ხანდახან უღრევს, ან სისტემატურად ბევრი. ხო და თქვენ თუ მისგან მოშორებით იქნებით და დატოვებთ აი ამ დისკომფორტში, მინდა თქვა, რომ რადგანაც განსხვავებული ხართ და უთქვენოდ კარგად არ არის, ჯობია აქამდე ასე იყოს. კიდე ხლებს დედოფალში ამოდიხართ. ნუ მოკლედ, გოგონები ეთყობა, ყველა სასტავი გადმოდით ახლა თავისთავად ამ კითხვაზე და გააგრძელეთ. ანუ თუ მიიღე გადაწყვეტილება, რომ მე შენ გსჯი, მე შენ გსჯი ჩემი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუ ის კი არა რომ დაგაკვირდები ახლა მეშე და აი რაღაც 1-2 კვირაში თუ რამეს იზა და всё მოულბები. ანუ ეს არ გააკეთო. ამას თუ გააკეთებ და ამაზე თუ ყავს მამაკაცი მიჩვეული, всё, მე იმის დამორჩილება ძალიან რთული იქნება. აი ესე. თუ დასჯა, უნდა იყოს, მშობელს რო ყავს კარგად ნაცემი შვილი და ხო იცი რომ იხსენებენ მე ტკბილ მოგონებებში ერთხელ ისე მცემა მამა ჩემ ან დედაჩემ ვინმე რაღაცა ჩემ პერიოდში მაგი იყო ახლა მარტო იმიტომ რომ ხან მასწავლებელი გირტყამდა ხან დედა ხან მამა და რა ვიცი ვისაც გაუხარდებოდა ხო და ახლა ამას ძალიან ბედნიერად ვიხსენებთ ხო ასე ახლა ყველაფერი აკრძალული და არ შეიძლება მადლობა ღმერთს ხო და რაღაცნაირად აი ასე სასიამოვნოთ უნდა დასაჯოთ რომ მთელი ცხოვრება მინიმუმ რამდენიმე წელი მაინც ახსოვდეს და თქვენ გაქვთ ამის შანსი აი ასე მე ყველას გელოდებით კომენტარებში გოგონებო და დროებით